GIG, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვება დრო? ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ლეგენდარული Porsche 911-ის შექმნაში ქართველ ინჟინერსა და ფიზიკოს ივანე ნიკურაძეს ცნობილს როგორც იოჰანეს ნიკურაძეს ლომის წვლილი მიუძღვის. მისი გენიალური გონება და ინოვაციური მიდგომები გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტომობილის აეროდინამიკურ სრულყოფაში, რამაც 911 საშუალება მისცა არა მხოლოდ სისწრაფის, არამედ სტაბილურობისა და მართვადობის მაგალითი გამხდარიყო. ივანე ნიკურაძე 1894 წელს საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით იგი გერმანიაში გადავიდა, სადაც განათლება ფიზიკისა და ინჟინერიის დარგში მიიღო. ივანე ნიკურაძე განსაკუთრებით გატაცებული იყო სითხეების მექანიკით და აეროდინამიკით, რამაც იგი მსოფლიო აღიარებამდე მიიყვანა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი ნიკურაძის ექსპერიმენტები ეხებოდა სითხეების მოძრაობას მილებში. ეს კვლევები ფუნდამენტური გახდა აეროდინამიკის განვითარებაში. 1960-იან წლებში, როდესაც Porsche 911-ის პროტოტიპები იქმნებოდა, დიზაინერები და ინჟინრები სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგნენ. როგორც შეენარჩუნებინათ ავტომობილის სტაბილურობა მაღალ სიჩქარეებზე, განსაკუთრებით კი მოხვევისით. სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთო პროექტში ივანე ნიკურაძე. მისი გამოცდილება და ცოდნა აეროდინამიკაში ფასდაუდებელი აღმოჩნდა. ნიკურაძემ რამდენიმე ინოვაციური გადაწყვეტა მოიფიქრა, რამაც რადიკალურად გაუმჯობესა 911-ის აეროდინამიკა. იგი მუშაობდა აეროდინამიკური წინააღმდეგობის შემცირებაზე, აწევის ძალის მინიმიზაციაზე და ჰაერის ნაკადების სწორად გადანაწილებაზე ავტომობილის ზედაპირზე. მისი რჩევები და გათვლები Porsche-ს ინჟინრებს დაეხმარა 911-თვის ოპტიმალური ფორმები და ელემენტები შეერჩიათ, რამაც უზრუნველყო მისი შეუდარებელი სტაბილურობა და მართვადობა. როგორც ცნობილია, ივანე ნიკურაძემ 911-ის აეროდინამიკურ ოპტიმიზაციაში შეიტანა წვლილი. მისი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა ავტომობილის ძარის ფორმის სრულყოფა, რამაც შემცირა ჰაერის წინააღმდეგობა და გაზარდა საწვავის ეფექტიანობა. ამასთან ნიკურაძის კვლევებამ ხელი შეუწყო იმის გაგებას, თუ როგორ უნდა შემცირდეს აწევის ძალა მაღალ სიჩქარეებზე, რათა ავტომობილი გზაზე კარგად იყოს მოჭიდებული. მიიჩნევენ, რომ ქართველი ინჟინერის პრინციპები შესაძლოა ძრავის გაგრილებისა და ჰაერის ნაკადების სწორი მიმართულების უზრუნველსაყოფად გამოიყენეს, რაც გადამწყვეტია სპორტული ავტომობილებისთვის. ხშირად ავტოენთუზიასტები Porsche 911-ზე საუბრობენ როგორც ყველა დროის საუკეთესო სპორტულ ავტომობილზე, რომელიც თავიდანვე იმდენად კარგი იყო, რომ 1964 წლიდან დღემდე მისი დიზაინი და სტრუქტურა ფაქტობრივად არ შეცვლილა. თითოეული Porsche 911 უნიკალური მართვით, დროში გამოცდილი დიზაინით და უნიკალური სანდო ძრავით გამოირჩევა. გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში 911-ის მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა, რაც ხაზს უსვამს როგორც მის პრესტიჟულობას და სანდოობას, ასევე Porsche-ს გერმანული ინჟინერიის მიმართ ნდობას. ამ მსოფლმხედველობაში, როგორც ჩანს, განსაკუთრებული წვლილი ქართველ ინჟინერსაც მიუძღვის.